მოგესალმებით. გვიან არის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. მართალია დღეს ცოტათი ადრე წამოვედი, გამომიშვეს ცოტათი ადრე და სოსო მომიმზადა ახშამი, კვერცხი შემიწვა. ახლა ცოტა ხნის უკან მომიტანა ტაშტი ცხელი წყლით, რომ ფეხები ჩამევაგებინა. ახლა წყალში მაქვს ფეხები ჩაწოვილი და ისე გესაუბრებით. ხო და მოკლედ ხვალ ვისვენებ. მინდა ჩემებთან გასვლა. ნახოთ, ჯერ გამოვიძინებ კარგად რაღაცა, ამინდები ძალიან ცუდად მოქმედებს, არა მარტო ჩემზე, როგორც ვატყობ, ბევრისგან გავიგე დღეს, მარტო თანამშრომლისგან არა, ასევე მაღაზიაში, მოკლედ მეზობლები და როგორც ჩანს, ალბათ ეს ქარები როა, უფრო ალბათ დიდი ალბათობით, რა ვქვია იმას, მაგნიტურ იმას რო ეძახიან რა. ქარებს, ალბათ ეგ არის. მოკლედ, რა ქვია მაგ იმას, ამინდებს რო გრძნობს ადამიანი. მეტეო გრძნობელობა თუ რაღაც ესეთი, როგორც ჩანს ეგ მაქვს. ხო, ახლა ვსივარ ვისვენებ, სოსომ ასევე ყავაც გამიკეთა, დღეს სოსო ყოჩაღობს. ხო და ალბათ ხო გაინტერესებთ თავისთავად, რაზე მუშაობ, რას ვაკეთებ. ესე იგი არის ახალი გახსნილი კაფე. ჩემი აზრით, კაფე უფრო ასოცირდება ყავასთან, ნამცხვართან, ეს ჩვეულებრივია, ხო, როცა გვესმის კაფე, ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ადგილი, სადაც ყავას და ნამცხვარს მიირთმევენ ადამიანები და შიგადაშიგ შეიძლება რაღაცა ცოტა კიდე იყოს, ხო, მენიუში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის აი სრულფასოვანი, ანუ ქართული, უფრო სწორედ იმერული, სამზარეულო, არ მარტო იმერული, ზოგადად იმერლების არის რა, მოკლედ ქუთაისელების და ძალიან, არ ვიცი, ვერ არ გიხსნით. მე ჩემ 51 წლის ასაკში არ ვაჭარბებ, ოღონდ მართლა არ ვაჭარბებ, რაც მე დამიგემოვნებია და არა ნაკლები მინახავს, როგორც დაბადების დღეებს ვიხდიდი, ისეთი რა, უფრო ისეთ ცენტრალურ ადგილებში და ეს გაპიარებულ ადგილებში, რესტორნებშიც, კაფეებშიც და ასე შემდეგ ყოფილვარ, აი მსგავსი გემოს, ასე ვთქვათ, მე მაგალითად ძალიან მომეწონა ხინკალი. ესე იგი, ესე ძალიან მე ხინკალი არ მომწონებია, არასოდეს იყო, ესე იგი, რაღაცა თან მით უმეტეს ბებია-მთიული მყავდა, ესეთი მთიულ ხინკალს აკეთებდა სახლში, საკმაოდ ესეთი კარგი ხინკალი ჰქონდა, ესე ნაჯახით კეპავდა, მოკლედ ისე გემრიელი ხელიც ჰქონდა რა ბებია ჩემს და იმის მერე მე ვეძებდი ხინკალს, კი, იყო წვნიანიც, ისეთიც, ასეთიც, იცით რა არის, ყოველთვის ამ ხინკალს რომ მივთმევდი, რაღაცა თითქოს რაღაცა აკლდა, თითქოს რაღაცა რო იტყვია რუსულად მინდასტავალა რა, ჩივოდა და აქ რო გამასინჯეს ხინკალი, სიმართლე გითხრათ, ცოტა დავფიქრდი, მეთქი ყოჩახ მართლა. ყოჩახ, ვინც ამზადებს რა, მართლა ძალიან ნიჭიერი შეფზარეულია. ხო, რას ვაკეთებ ახლა მე აქ ამ სამსახურში? ჯერჯერობით, დიასახლისის პოზიციაზე
დავიწყე. ანუ რა შედის ჩემ მოვალეობაში, ეს არის დარბაზის მოწესრიგება და მთელი დღის განმავლობაში, მოკლედ, ჭურჭელი და ასე ვთქვათ, ამის დარეცხვა, დასუფთავება და დაწკრიალება რა, მოკლედ, ხვაბები, ტაფები და ასე და ასე შემდეგ რა. არის სულ ახალი, მეგობრებო. აი, ბრჭყვიალი გაუდის, რო იტყვიან სამზარეულოს რა, სულ ახალია ყველაფერი. და აი ამ ახალ სამზარეულოში ეს უნიჭიერესი მზარეულები ტრიალებენ და უბრალოდ იცით რა არის ისეთ ადგილზეა რომ თან ჩვენმა იმან გამყიდველმა რომ ვუთხარი რომ ეს წასული იყო ერთი ანუ ხო ენაცვლებიან ხოლმე და მეუღლე რო გარდაეცვალა თქო ხო გითხარით წინა ვიდეოში და დღეს მოვიდა რა და ვუთხარი რა ესე მეთქი და ესე კარგად გაურისკიათო, ანუ გაურისკიათ რას ნიშნავს, ანუ ისეთ პერიოდში გაიხსნა, როცა ანუ არის დიდი მარხვა, ხო, საავთქმო მარხვა, ну უმრავლესობა მარხულობს, კაცებიც, ქალებიც, ну მოკლედ ხო და თან ისეთი ის არის, ანუ ადგილი, რომ თუ არ გითხრეს შეიძლება ესე ვერ მასქნა, ვერ აღიქვა, იმიტომ რომ მე ხა აქვე ვცხოვრობ, გამოვლიდი, აი რაღაცნაირად მოკლედ ხო, მე თავისთავად გაუკეთეს განათება, ყველაფერი ახლა ძალიან კარგადაც ჩანს. და მოკლედ ძალიან კარგი სიახლეა თბილისში, მარტო ერთი აი მართლა ულამაზესი ესეთი კაფე და ვეცდები რომ მე ვიდეო გადავიღო უფრო ასე ვთქვათ დეტალურად დაგათვალიერებინოთ გაჩვენებთ ყველაფერს რა როგორ და მოკლედ ძალიან ისეთი იცით სასიამოვნო ატმოსფერო და თან მით უმეტეს არის ლოფტის სტილში და თქვენ იცით ახლა ჩემმა ძველმა გავამწერებმა რომ მე როგორ მიყვარს ლoftis სტილი მე კიდევ ახლა აი ამ პატარა ფარჩი კიდევ ისე ვერ განვახორციელე ის ჩემი სურვილები საერთოდ ლofts უხდება დიდი ფართი უნდა იყოს და მოკლედ აი ესეთი შესაძლებელი ისე ვითომ პაწაწუნა რაღაცა და ჩადიხარ და აი ძალიან ესეთი ლამაზ გარემოში ხვდები თან სათაფლია ქვია ანუ სათაფლია ეს დინოზავრის ნაფეხურები და ის რო იპოვეს მოკლედ ისტორიაც არის აქ ქართული კულტურა და ძალიან კარგი, აი რამდენი ძალიან კარგი ატმოსფეროა. იცით, აი რაღაცა თითქოს სხვა განზომილებაში გადადიხარ და რაღაცა ისეთი კარგი სასიამოვნო გარემოა. ეხლა იმითი ცოტა ისეთი კამერით მე ხო მობილური არ მაქვს სამსახურში სოსოს ვუტოვებ, რა თქმა უნდა, სახლში და სოსოს ტელეფონი ჯერ დაზარალებულია და შესაკეთებელი მაქვს. ხო და ის რა კამერითაც ანუ ვთხოვე თანამშრომელს და ზოგადად სოსოსთვის რომ მეჩვენებინა, რომ გადავიღე, ну ხარისხი ხო ისეთი არ იყო და ну მაინც რომ ნახა სოსო ისე მოეწონა მოკლედ თუ საკუთარი თვალით არ ნახა ადამიანმა ისე ვერ გაიგებს. თან ფასებიც ისეთია, იცით, აი მისაღები, აი ვთქვათ დაუშვათ აბანოთუბანში, აი იქით მხარეს რა ლესელზე და იქით რომ ვთქვათ ერთი ხინკალი რო ღირს ორი და რაღაცა და რა ვიცი ამისა სამლარამდე და რაღაცა არანორმალური ფასებამდე რო ავარდნილი ჩვენთან ხინკალი ღირს ლარი და 70 მეგობრებო ქალაქური ხინკალი და მარხვის პერიოდში არის სოკოსიც, ну მოკლედ ძალიან სასიამოვნო გარემოა და ხო, აი ესეთი ამბები მაქვს, ხო, ასე ვთქვათ ეს ფლაიერიც მაქვს მე სახლში წამოვაყოლე ხელს მოკლედ აი ესეთი ფლაიერია კაფე სათაფლია შეგიძლიათ დააპაუზოთ და ნახოთ ხო და ეს არის აქ
რა ქვია მას QR კოდი და ასევე ამითიც შეგიძლიათ ნახოთ. მოკლედ აი საოცარი კარგი გარემოა. ეხლა მე ინტერნეტით ნახე, მაინტერესებდა აი შედარებების იმითი რა, იმიტომ რომ დიდი ხანია მე საერთოდ არ მინახია, არა, როგორ არ მინახია, ახლა ვიდეოთი მინახია, მაგრამ აი ცოცხლად არ მინახია ესეთი და რაც ნანახი მაქვს, იმას აი ბევრად ჯობია ინტერიერით, ანუ დიზაინით, თვითონ ატმოსფეროთი, მოკლედ ესეთი ამბებია. ხო და მგონი მე გვეღირსა, მოკლედ ჩემმა ფეია კრიოსნაიამ ვეძახი, ანუ მოიცა როგორ ქვია, ფერია ნათლია ფერია, რომელიც სულ აი გეცოდინებათ ვინც ონკანები, მაჩუკა, წყლის გამაცხელებელი, მოკლედ ბევრი რამე. მას ესხა, იმიტომ რომ მე ძალიან ისე თქვი, მეწყინება თქო, მხოლოდ ცეცხლით, სხვანაირად არა თქო და მოკლედ ძალიან გამიხარდა და მგონი დავადგი საშველი და იმას ვქენი. თუმცა მომიკაკუნა მეორე იმან გადახდა, იმიტომ რომ 12-ში უწევს, თუმცა შაბათკვირაა და ანუ ცოტა პატარა ის მაქვს ფორასავით რა, რომ 14 არის თუ სწორედ მახსოვს ორშაბათი და მოკლედ ჩემ იმაში ვარ, ამბებში ვარ რა, მაგრამ პირველ რიგში მინდა რომ ვალები გავისტუმრო. ეს არის ნინოსი, ჩემი დის, ანუ ვანდამაც მას ესხაფული. თორე რას გადავიხდიდი, კი ახლა ყოველდღიურად მაძლევდნენ, მაგრამ 500 ლარამდე იყო მეგობრებო ასული უკვე და ასეთ მოკლე დროში თან ჩემ შეკვეთით, ჩემი ეგრეთ წოდებული ზაკაზით ვერ ყოველდღე რომ მემუშავა კიდე ხო ვთქვათ რაღაც ხო? მაგრამ არ გამოდიოდა და მოკლედ ესე ახლა ესეა. ხო 14-ია ორშაბათი. ხო და ესეთი ამბები. მერე სოსოს მობილური უნდა იმას შევაკეთო, რომ ეს დისკომფორტი მაქვს სულ თანამშრომლებს ვთხოვ, რომ გადაურეკო სოსოს მოვიკითხო. ხო და ნუ ესეთ გაწამაციაში ვარ ჯერჯერობით. უნდა გავიჭირო, როგორმე გავიმართო ცოტათი წელში და გზაც გამოჩნდება რა, მოკლედ. ხო და აღდგომაც გვიახლოვდება 20-ში აღდგომა, ესე იგი ფაქტიურად რა დარჩა იქითა კვირაში. ხო, იქითა კვირას. ეს კვირა რომ ჩამთავრდება, იქითა კვირას უკვე აღდგომის დღესასწაული. და როგორ მიყვარს აღდგომის დღესასწაული, მეგობრებო, თქვენ ხომ არ იცით? ერთი კვირის შემდეგ, ეხლა ეს კვირა რომ ჩამთავრდება, არა 20-ში, ეს კვირა რომ ჩამთავრდება, ანუ იქით კვირას. ხენდროც არ მიყიდია ჯერ, კვერცხებიც არ მიყიდია, კვერცხებიც საყიდელია, ხენდროც, პასკა და მოკლედ ესე არა. ხო და ესე ვისვენებ ახლა, გამიცივდა წყალი, სოსოს ვთხოვები, ჩაიდანიც გამიცხელა და ახლა ჩავიმატებ. ესე იგი, როცა ფეხები გტკივათ, ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მართლა და ეს მეზობელი, ჩემი მეზობელი იმან მითხრა, რომ ისო ცოტა ძმარიც ჩაასხიო და სოდაო. არ ვიცი ახლა ეგრისთვის არის, მაგრამ მე ვთქვი წინა ვიდეოში, რომ კარგი იქნება გვირილა და ისა პიტნა თქო. მაგრამ ახლა მეზარება მეგობრებო, სადაც ეს არის პიტნას და გვირილას, მაგრამ მოძებნა მეზარება. ხო და იყოს ესე დღეს ჩვეულებრივი ცხელი წყალი. აი მართლა სული მოვითქვი. იმიტომ რომ ძირითადად ფეხზე ვარ სამსახურში. ანუ ცოტა ხანი თუ ჩამოვჯექი, აი ცოტა ხანი
მე თვითონაც ვერ ვისვენებ, აი დიდხანს დიდხანს რა 1-5 წუთიც ჩამოვждე, უნდა ავდგე რაღაცა შევხედავ, მე ხო იცით, ცოტა ისინი მაქვს წიკები, მაქვს რაღაცას დავინახავ, სადაც ეს რაღაცას შევამჩნევ და მინდა რომ სულ იდეალურად იყოს ყველაფერი და თუმცა ადამიანები ვართ ხანდახან შეიძლება მეც რაღაცა გავამეპაროს, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით თითქოს არაფერი, რა ვიცი, ნახოთ. მაინც ჩემთვის ახალი გარემოა, ჯერ კიდე შეჩვევის პროცესში ვარ. რამდენი ხანია სოსო რაც დავიწყე? 1 კვირა იქნება, ხო? ხო, და საერთოდ ადაპტაცია სჭირდება მინიმუმ კვირა ნახევარი, 2 კვირა, იმიტომ რომ მაღაზიაში რომ მუშაობდი, დრო მჭირდებოდა, აი მართლა დრო დამჭირდა, რომ ყველაფერი, ანუ ისე შემეგრძნო, როგორც აი შინაურული ისა რა, მოკლედ ატმოსფერო. ხო და ესე მეგობრებო, ესეთი ამბებია ჩვენთან. ხო. ეს აპრილიც მთავრდება. სოსოს 5 რიცხვში აქვს დაბადების დღე. სავარაუდოდ ტორტს ვიყიდი. არ ვიცი, შეიძლება ნიკამაც იმას ქნას ითაოს ტორტის ამბავი. არ ვიცი, მოკლედ როგორი იქნება, შეიძლება დედაჩემა მოვილაპარაკებთ, რომ არ გამოვიდეს ისე, რომ მეც ტორტი ვიყიდო, ნიკამაც ტორტი იყიდოს, დედაჩემაც ტორტი იყიდოს და 3 ტორტი იყოს. მოკლედ რაღაცა ძალიან ისეთია სოსოს, რომ ვეკითხები ხოლმე, აი ვთქვათ, როცა მაქვს რა თქმა უნდა საშუალება, აი რა გინდა საჩუქრად, ხო, აი რა რაღაცნაირად ისე მართლაც ის არაფერია. არაფერიო, თითქოს ესე იძახს ხოლმე და მეწოდება როგორ ახლა ამის ასაკში რომ ვიყავი კი არა და ლამისა ეხლაც მაქვს ხოლმე რაღაცა ისეთი ისინი, რომ რაღაცა მომინდება, ვთქვათ და რა ვიცი, ესეთი ბავშვია, პატარაობიდან ესეთი იყო, რომ უპრეტენზიო რა, მოკლედ არ ქონია განსაკუთრებული სურვილები. ის კი არა, წინა წელს იყო, ხო, სოსო ეს ნიკამ რო გაჩუქა ეს. ეს საათი ეხლა მხოლოდ ნაბიჯებს იმაშვება, იმიტომ რომ ის ტელეფონი რო გაფრჭებულია, მოკლედ ჩახსნილია რა. არა, შენ ტელეფონიდან შეიძლება. კი, მაგრამ ისა უნდა ჩავწერო, ხო, ის რაღაცა პროგრამა. ხო, მაგას ვიძახი და სოსოს მობილური კიდე ისეთ დღეშია, რომ მოკლედ აი არ ვიცი რა დაუშავა ესეთი რა, აი რა უნდა და ცოტაც მოეთმინა ეს რა ქვია იმას ბრონი დამეკრო და ესე ხო აღარ იქნებოდა, არ ვიცი ხო დაჯდა აღარ იმაშვება. მოკლედ დამტრეულია რა, აი სულ დაფშხნილია სადაც. იქ არის დავაკვირდი. სად? მეტლახზე ხო? ეგ მეორეჯერ. აი არ ვიცი რა, აქ არ ჩანს ახლა ესე და მოკლედ ადრე მაქვს ვიდეოში გაჩვენეთ, ახლა დაჯდა ეთობა. მაინც ვტენი რომ მე ხელოსანთან რომ მივიდა, ხო? მოკლედ შეიძლება თვითონ დატენოს. მოკლედ ტელეფონი ნორმალურია სოსოსი, ესეც საჩუქარი იყო. მზიკომ ავსტრიიდან რომ სოსოსთვის გამოგვიგზავნა თანხა და მე რომ გავქანდი და უყიდე ისე უხარო და სოსოს ტელეფონი. ხო და ახლახანს დააფასეს, ანუ რომ მქონდა მიტანილი იმაში ხელოსანთან ჩემი ეკრანით რა, ანუ გაკეთება 30 ლარი, ეკრანი რო გამოდგომოდა, ის ეკრანი რომელიც თემოდან გამოვიწერე და გადი აქედან, კაფე მოვიდა. ხო და ანუ 30 ლარი ჯდებოდა და ისე გამიხარდა, ვიფიქრებ, всё, ეხლა დავაკეთებ, ზუსტად აი ახალი წლის წინა პერიოდი იყო და თან არ ვეუბნებოდი სოს მეთქი სიურპრიზი გავუკეთებთ ხოლმე, მაგრამ მომივიდა სიურპრიზი, იმიტომ რომ არ წავიდა ეს შლეიფი და რა მე ვკითხე იმ ხელოსანს, რომ ხო, ისე ჩუმად მინდოდა გავაკეთებინა.
და ის ხელოსანს ვკითხე მე თქვენ რო გააკეთოთ მეთქი ანუ თქვენი ეკრანით და რაცა რა დამიჯდება თქო და მგონი 90 ლარი მითხრა 90 ლარი დაგიჯდებათო და თუ სწორედ მახსოვს არ ვიცი ეკრანი თქვა მარტო ალბათ და ხელობა პლუს ნუ მოკლედ რა ვიცი ესე თვითონაც არ ღირს ეს ტელეფონი ძვირი და რა მივეცით თუ გახსოვს 300 ლარამდე ხო რაღაც ესე და 260 თუ რაღაც ეგრე იყო კოლოფში სოსო მეუბნება დედაო ეხლა რომ მუშაობა დაიწყეო მე რა იქნებო ტელევიზორიც გავაკეთოთო ვინ შევის ტელევიზორს მეგობრებო ტელევიზორი კი არა ისა იქნებ მეორადი სარეცხის მანქანა მაყიდინა რომ წარამარა დედა ჩემთან არ ვირბინო სარეცხით მშრალი და მე კიდე ნესტიანი სარეცხით აქეთ იქით სიმძიმეები და გაწამაწიაში რა თქმა უნდა როცა შენი გაქვს შეყარე და გარეცხე და უკვე სუფთად და გამზადებული გექნება ტანის ამის მოკლედ მარტო ძნელია ყველაფრის კეთება როცა არავინ არ გიდგას გვერდში ყოველდღიურად ვიძახით ორი ახლა 1000 ერთხელ ხან დედა დაგეხმარება ხან ვანდა დაგეხმარება ხან გამომწერები მეგობრები მოკლედ ესე არის ხო მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის მარტივი როცა მარტო ხარ და მარტო გიწევს ყველაფერზე ფიქრი აბსოლუტურად ყველაფერზე ის რომ აი თქვათ სამსახურში მივდივარ რა დაუტოვო ბავშვს ადილი რომ მთელი დღის განმავლობაში ანუ შეერი არ იყოს მოკლედ რა ყველაფერზე მე მოდიხარ სახლში თავისთავად ახლა დასალაგებელია იქ ჭურჭელის გასარეცხია შენ თავიც გონდა იმას გამოიწესრიგო შემდეგი დღისთვის და ნუ აი ესეა კარგით მეგობრებო ეხლა დაგემშვიდობებით დავისვენებ არ ვიცი ეხლა რამეს ვუყურებ თუ არ ვუყურებ რაღაცა ერთი ფილმი კი გამახსენდა ძველი რაღაც ისეთ განწყობაზე მოვედი იმისი რა ქვია რუსულად ვიცი სათაური უჩინიკ ჩირაძეია ეს არის ნიკოლას კეიჯი მთავარ როლში მან მონიკა ბელუჩიც არის ნუ მომწონს შენც მოწონს ასე მუსაკირო არ არის ბიჭო კუსაკი ესე იგი აი მას ნიკოლას კეიჯ და კუსაკირო ამ მსახიობი გვანანო ერთმანეთს გავგიჟდი ესეთი არაფერი მინახია საერთოდ რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სად კუსაკი და სად ნიკოლას კეიჯი მოკლედ კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით ახლა დიდი მადლობა ნინო და მოკლედ წინ მაქვს კიდე შრომა ჯაფა და წვარნება მაგრამ თავარი ის არის რომ იყოს რა ეს ყველაფერი ეს საქმე და ეს ისა და მე არც არასოდეს არ მეზარებოდა შრომა მეგობრებო არც არასოდეს მითაკილია არაფერი იყოს პატიოსანი შრომა და სამსახური და მე არ იმაშვები არასოდეს ცხვირს არ ვიბზოებ ზოგ-ზოგი ერთივით ეხლა მოგხვდებათ ორივეს დობი შენ მაინც გაჩერდი დიდი ხარ ხო და ბავშვობიდან მოყოლებული ყოჩა ნუ დაგლიჯეს დაკაწრეს ყველაფერი ჩემი შრომა ჯაფა სულ წყალს გაატანეს რა ეხლა ვიღაცა იტყვის რა გინდოდა უკატებიო მე რა მინდოდა მე არ მინდოდა სოსო პატარა რო იყო უნდოდა ცხოველი ყოლოდა და ძაღლის ის არ მქონდა ეხლა მაგდენი საშუალება რა რო ჯიშიანი ძაღლი მოგვეყვანა ძვირი ცხირს და იმას უკვე სოსო იძახს მეც აღარ მინდა რას ლაპარაკობ ის კი არა რომ გამეფიქრება რაღაცა ცუდი აზრი რაღაცა გაფიქრებაც არ მინდა ხოლმე ოჯახის წევრია ფაქტიურად ისე გვიყვარს ორივე ერთიც და მეორეც ორივე ჩურჩუტები ხო და ასე რომ სოფელშიც დასასვენებლად რო ჩავდიოდი იდეაში დასასვენებლად ცელით ხელში რო დავდგებოდი ცელავდი იმას ბალახს და ბებიასთან მთაში კიდე თოხი და ბარი
შრომა ჯაფა არ მაკლდა არც იქ სოფელში და არც აქ. ასე რომ შრომას მიჩვეული ბავშვი ვარ. ასე ვიგვენ ბაღანა. და ჩემთვის არ არის ეს უცხო. ეხლა შეიძლება ჩემი თქვათ თანატოლები, ჩემი კლასელები და რაღაცა სხვაგვარად ცხოვრობდნენ, მე სხვაგვარად ცხოვრობდი. ის კი არა, თვითონ სოფელში იქაურებს უკვირდათ, რომ ამდენს შრომობდი. თვითონ ისინი არ შრომობდნენ ამდენს, როგორც მე. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით დროებით, ხვალამდე. აბა გაკოცეთ, ცილებისა.